ძალიან ხშირად მესმის ხოლმე პერსონალისგან, აი გულისხმობ ფოტოგრაფებს, ვიდეოგრაფებს, მუსიკოსებს, ტექნიკოსებს და ასე შემდეგ, რომ იქნება თუ არა საჭმელი და ყვებიან ხოლმე, რომ ამა თუ იმ ქორწილში არ აჭამეს. აი ჩემთვის ეს არის იმდენად წარმოუდგენელი რაღაცა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქმნიან წყვილის უბედნიერეს, უმნიშვნელოვანეს დღეს. როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანებს არ უცეთ პატივი და ეს გამოიხატება მცირედ დეტალებში, ხო? ეს საუბარია კვებაზე. და ჩვენ შემთხვევაში არა მხოლოდ ერთ კვებაზე, არამედ ხშირად 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ გაჩნია რამდენი დროის განმავლობაში მუშაობს ადამიანი, ხო? განსაკუთრებით მათთვის, ვინც მძიმე სამუშაოებს ასრულებს, ტექნიკური ჯგუფი, გახმოვანება, განათება და ასე შემდეგ, ფლორისტები, რომლებიც ხშირად 2 დღის განმავლობაშიც კი მუშაობენ ტერიტორიაზე. მე არ მეგულება წყვილი, ყოველ შემთხვევაში ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა წყვილი, რომელსაც ეს არ ესმის და თუ არ ესმის, ჩვენ ძალიან კარგად ვუხსნით მათ, რომ მათი ბედნიერი დღე უნდა შექმნან გაღიმებულმა და ბედნიერმა ადამიანებმა.